ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი სიონის ტაძარშია დაბრძანებული. 1989 წლის 9 ოქტომბერს იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი თბილისში ჩამოაბრძანეს და აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე უამრავი მართლმადიდებლის თანხლებით მიაბრძანეს. არაერთი სასწაული უკავშირდება ივერიის დედაღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთი ხილული სასწაული მინაზე სასწაულებრივად გადმოსული ასლია, რომელიც შემდგომში ჩამოხსნეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატიო ადგილას დააბრძანეს. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ დეტალურად უამბო ამ სასწაულის შესახებ. ღვთისმშობლის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომლის დედანიც ბრძანდება ათონის მთაზე, არის ძალიან საინტერესო ისტორია. მე-7 საუკუნეში ერთ-ერთ ქალბატონს ანტიოქიაში ჰქონდა ეს ხატი, როდესაც იყო ხატმებრძოლეობა და სამხედროები, ჯარისკაცები მივიდნენ მასთან. ეს ხატი დააზიანეს, როგორც არის ცნობილი. ხატი ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ჩუბი უგმირა ხატს და გადმოვიდა ნამდვილი სისხლი მისი სახიდან, ღვთისმშობლის სახიდან და ამის შემდეგ ძალიან შეშინდნენ ეს ჯარისკაცები, გაიქცნენ და თუმცა იცოდა ქალბატონმა რომ ისევ მობრუნდებოდნენ, ეს ამბავი გახმაურდებოდა და ხატი აი ესე ზღვაში შეაცურა მიანდო უფალს და მოხდა ასეთი სასწაული, ხატი აი ესე წარმოდგა და აი ესე განშორდა ნაპირს. ამის შემდეგ გადის 200 წელი და ეს ამბავი ყველამ იცოდა და ათონის მთაზე იყო ეს ამბავი უკვე წერილობით ცნობილი, რომ ხატი აი ასე სასწაულებრივად გამოცხადა. ეს საინტერესო ისტორია და ყველას შეუძლია მოიძიოს და წაიკითხოს თუ როგორ გაბრიელ ბერი ქართველი, რომელიც ივერიის მონასტერში ცხოვრობდა, როგორ სასწაულებრივად მოხდა ამ ხატის გამობრძანება. ძალიან საინტერესო ისტორია და ყველას შეუძლია რომ გაეცნოს ამ ისტორიას. მე მოკლედ გეტყვით ამ ხატის შესახებ. 1999 წელს პატრიარქის კურთხევით ათონის მთაზე ბერძენმა ბერებმა დაწერეს ეს ხატი, რომელიც თქვენს წინაშე არის და შემდეგ იყო მიდებული სწორად იმ სასწაულმოქმედ ხატთან, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და როდესაც აქ ჩამოვაბრძანეთ, ეს იყო 1999 წლის 9 ოქტომბერი, მოხდა ასეთი სასწაული, რომ ეს ხატი თვითონ შუშაზე გადმოვიდა, მინაზე აისახა და ჩვენ ჩამოვხსენით ეს მინა და ცალკე ჩარჩოში მოვათავსეთ და გვაქვს როგორც ხელთუქმნელი ხატი. ეს ხატი არის ადამიანების მიერ დაწერილი, ზუსტი ასლი ორიგინალისა, რომელიც ათონის მთაზე იმყოფება, ხოლო ეს შუშაზე გადმოსული, ეს არის უკვე სასწაული ხელთუქმნელი ხატი, უფლის მიერ მოხდარი დიდი სასწაული. და ძალიან ბევრი სასწაული უკავშირდება თვითონ ამ ხატს, მობრძანდებიან აი ამ დღეს 9 ოქტომბერს და სხვა დღეებში, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, ევედრებიან, ლოცულობენ და შემდეგ მე არაერთხელ მინახავს, რომ უკვე როდესაც ვედრება აუსრულდებათ ხოლმე მომლოცველებს, შემდეგ მოდიან ყვავილებით, საჩუქრებით, აი ამ ცალკე ხელთუქმნელ ხატთან, რომელიც ჩვენ ვახტანგ გორგალაძის საყდარში გვაქვს და თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ამ ხატის მადლი ეწეოდეს ჩვენს ქვეყანას და სრულიად სოფლიოს. ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობა მოგცეთ.